დასაწყისში წავუჩინე მადლობას კეთებთ იმისთვის, რომ სურვილი მსგავს თემებზე საუბრის დისკუსიის გვაქვს. ჩვენი მიზანი არც თქვენი და არც ჩვენი აქ არ არის ერთმანეთის გადარწმუნება, იმიტომ რომ გამოჩნდა საკმაოდ რადიკალურად დაპირისპირებული მოსაზრებებიც არსებობს ამის მომავალი და დასტურებს ალბათ რომელიც უფრო რეალურია, თუმცა მე ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რომ ვერანაირი 100,000 აბრუნდან გაზრდილი მეომარი ამ საკითხის გადაწყვეტას ვერანაირად ვერ გვიდის. აი, როდესაც საუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე და მომხმარებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ყველაფერი დიდზე არის, უნდა გაგახსენებთ, როდესაც ერთგენეთის ბაზრობა არსებობდა ცხინვალის რეგიონთან, მაშინ თითქმის საზღვარი ჩვენსა და ორსულ წარმონაქმნს შორის ფაქტიურად მოშლილი იყო. ანუ იმდენად დიდი იყო ინტეგრაცია და ეკონომიკური ურთიერთობები და ადამიანების ინტერესები და ეს კავშირი, რომ ფაქტიურად ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც მანამდე არსებობდა და რაღაც კონფლიქტში და სისხლისღვრაში იყო გადაზრდილი, თითქმის აიშალა, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ის ვთქვათ, არ უნდა ყოფილიყო აღრიცხვის გარეშე და ასე შემდეგ, მაგრამ იმის მოწესრიგება შეიძლებოდა და ბიუჯეტში მოქცევაც, მაგრამ არა ესე მოსპობა და ისევ რაღაც დაპირისპირების შემოტანა და როდესაც პერიოდულად ესეთი ნაბიჯები ერთმანეთისკენ იდგმებოდა ყოველთვის, მე აღნიშნე კიდეც ხან 2004-ში მერეთ, ახლა უკვე აგვისტოში პერიოდულად ეს იარაღის ხელის გასმას მივყავდით იქამდე და მდგომარეობაში ეხლაც ვართ და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გადაწყვეტა ამ საკითხის არა წელს და გაისად კიდევ ამბობ, ეს არ არის მოკლე პერსპექტივაში გადაწყვეტილი საკითხი, მაგრამ ამ გაკვეთილმა მაინც აგვისტოში რაც დაგვემართა, უნდა დაგვანებებიოს ფიქრი იმ სადღეგრძელოს დონის უნგაპატრიოტიზმზე, რომ ჩვენ ოდესღაც ვიქნებით 100,000 და ამ დროს 1,300,000 ყავს რუსეთის არმია და ვიღაცას რაღაცას ომით მოუგებთ. ანუ ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკურად უშიშროებით, ჯარებით, თავდაცვით სახელმწიფოები ამ საკითხებს ამ კუთხით ვერ აგვარებენ. სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და იმ გამვლელիքსით, რაც ახლა გავიარეთ აგვისტოში, ამ პერსპექტივის გათვალისწინებით რეალობის სამწუხაროდ თუ კი ოდესმე შეიძლებოდა მართლაც არსებულიყო ომით ამ საკითხების გადაწყვეტის შანსი. ანუ უფრო სერიოზული არმიით, უფრო სერიოზული პოლიტიკური მომზადებით და შესაბამისი დროის შერჩევით. ეს შანსიც კი, თუ კი თეორიულად ეს შანსი არსებობდა აგვისტომდე, ეს შანსიც ახლა არის ნულის დონე. ამიტომ ფიქრს, რაც მალე დავამთავრებ საზოგადოების დიდი ნაწილი იმაზე, რომ ამას ჩვენ გავძლიერდებით და ვიღაცას დავჩაგდავთ, ანუ ჩვენ თუ არ გვექნება განცდა იმისი, რომ აფხაზეთში მიუხედავად იმ ცნობიერებისა გეთანხმები, რომ ესეთი განწყობა აქვს, მაგრამ კიდევ ამას დრო ჭირდება, რომ ეს უნდა ყველაფერი შეიცვალოს და როდესაც დღეს ელაპარაკები მეგობრობაზე და მარჯვენა ხაზს უწვდენ და მარცხენაში ხანჯალიდან ვერანაირად ეს უნდობა ვერ იქნება, როდესაც ამას წლები ჭირდება, კი ბატონო, მაგრამ როდესაც ჩვენ დავანებებთ თავს ფიქს იმაზე, რომ ის არ არის ჩვენი მოქალაქე და იმას შეიძლება გრადის ვესროლოთ და გავანადგუროთ და თუ ის ამბობს, რომ უნდა გავანადგუროთ ქართველებზე და არ შეიძლება მასთან თანაცხოვრება ჩვენც იგივე დამოკიდებულებით უნდა მივუდგეთ, სანამ ეს აზროვნება იქნება მასიურად ხელისუფლებაში და საზოგადოებაშიც, სამწუხაროდ მანამდე ამ პერსპექტივას გადაწყვეტა არ აქვს ამ მდგომას კონფლიქტს. დიდი მადლობა ბატონ ვიქტორ და რამას ბოლოს იყო. ძალიან მოკლედ, ძალიან გთხოვთ. მეც მინდა მომეწონა აზრი ჩვენი მეგობრის აქ, რომ 10,000 ქართველი დაამარცხეს 100,000. თუნდაც 100,000 რეალურად ძალიან ხო ძალიან მომწონს თქვენი აზრი, კი მაგაზე არა ლაპარაკი, მაგრამ რა მინდა იცი თქვა? მაგაზე მართლა არ არის საუბარი, მართლა კარგი აზრია, კაი სულისკვეთება გაქვს, მაგაზე არ შეიძლება დავა, მაგრამ დღეს არის 21 საუკუნე. ეს რო ყოფილიყო მე-12-13 საუკუნეში 10,000 შეიძლება მილიონს ხორეოდა, მაგრამ დღესდღეობით რაც არსებობს სიტუაცია, ხო? ეს არის შეუძლებელი. მეორე არ არსებობს იმის არანაირი არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური არანაირი რესურსი დღესდღეობით 10,000 ჯარისკაცი და 100,000 მით უმეტეს საქართველოს როლავდეს. არა, სახელმწიფო ლევან, მილიტარიზმი მუშავდივართ რა, კამათში. სახელმწიფო ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როგორცაა ისრაელი. მაგია გამოგიჩნდეს სახელმწიფო. კარგით, ნუ კამათო. ბოლოს სიტყვა ძალიან უცებ. აფხაზეთს ერთი წამი. აფხაზეთს რაც შეეხება მე-5 საუკუნეში აფხაზეთი აფხაზთა სამეფო იყო უძლიერესი
ლეონ მეორე უდიდესი მეფე ყავდათ, რომელსაც დასავლეთ საქართველოს გაერთიანებაში დიდი წვლილი მიიღო. და ის ადამიანი არის დასაფასებელი და ისაფხაზები. მაგრამ დღესდღეობით ახლა ახლა რაც ხდება, მასე ვერ გავაკეთებ, ვერ ვიტყვი. და ერთი რამე მინდა კიდევ რომ თქვა. ერთი ნუგზად შეიძლება ერთამეს დავამატებ. აქ იყო ლაბარაკი საქართველოს და ამერიკის თანამშრომლობაზე, რომელიც უნდა გახორციელდეს. და ამ თანამშრომლობაზე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ აქ ითქვა, რომ ეს თანამშრომლობა და ეს მართლა ქარტია, სწორია ქარტია, არ ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას. არ შედის ამ ქარტიაში. რასაც მინდა არ დავეთანხმებით, რომ გუშინ იყო თეთრი სახის პრესპიგერი გამოვიდა და ნათლად გაუწვა ხაზი. რომელ არხზე? რომელ არხზე? ინტერნეტში და ზუსტად CNN-ზე იყო თუ არა. და პირდაპირ გაუწვა ხაზი, რომ ეს იქნება ეკონომიკური და სამხედრო დახმარება საქართველოს, რათა ის მიუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს. მაგრამ სამხედრო სამშენებლობისთვის და არა დახმარებისთვის. ომისთვის არა, მაგრამ всё, ბოლოს სიტყვას ვაგნებ მირზას და ამითი დავასრულებთ. მე კიდე ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ ყველას და ერთი წუთი რა, ეს არის ელემენტარული პატივისცემის ამბავი. თუ კი არ შეგვიძლია მაგიდასთან ვისხდეთ და ეს პატივისცემ მაშინ რაზე არის საუბარი. ეხლა მიშა ჩიქოვანი არის ჩემი ახლო მეგობარი, ის ამბავი და შემთხვევით არ არის და კითხვა უნდა გაგვიცეს. მე მგონი რატო იძახის ახალგაზრდა ბიჭი ასეთ რაღაცას. ეს არის შედეგი იმის, როცა ჩვენ ყველანი ერთად ვატყუებთ ჩვენ მოსახლეობას და ჩვენ რაღაც შანსები გქონდა. არ უნდა ვუხდათ და მიწვევენ ჩვენ საზოგადოებას მე მგონი. არ შეიძლება მოხდება. იმანიცის ესეთ შედეგები. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე პირველ რიგში მინდა რა თქმა უნდა ყველაფერთვის მე დიდი გამოცდილება მაქვს დებატების წარმართვისა და ყოველთვის ვიცი რომ დასრულების დროს ყველას უჩნდება სურვილი გამოხატოს აზრი. ეს ბუნებრივია, არა მერე მოდის ასე ვთქვათ, კითხვები და სხვათა შორის დებატების ერთ-ერთი მთავარი პლუსი სწორედ იმაშია, რომ აჩენს კითხვებს, რომელსაც შენ მერე საკუთარ თავთან არკვევ მართვა. და რა თქმა უნდა ერთველი. ჩვენ დაახლოებით ალბათ ახალი წლების შემდეგ იანვრის ბოლოსთვის გავაკეთებთ მომდევნო პოლიტიკურ დებატებს და გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ დებატებში. სამწუხაროდ დღეს იყო დაპატიჟებული არასამთავრობო სექტორის სხვა დანარჩენი არასამთავრობო სექტორი, მაგრამ ალბათ შეიკავეს მაინც თავი მოსვლისთვის ყველა პრაქტიკულად. და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ინტეგრირება მოხდეს. და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. მე მინდა დიდი მადლობა გადავხადო სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც მოგცა საშუალება ამ დარბაზში ჩაგვეტარებინა შეხვედრა, რაღაც ცოტა დონე მიგვეცა ამ შეხვედრისთვის და ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც ჩაერთო დისკუსიაში, მეტად საინტერესო პოზიციები და პოლარული პოზიციები დააფიქსირა. ყველას მოგიხადოთ დიდი მადლობა და გეპატიჟებით ჩვენ ამის შესახებ ამოსილებას უკვე გავაკეთებთ მომდევნო შეხვედრაზე. დიდი მადლობა. კი, მაგრამ არ გეტყვით.